მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მე მინდა შევეხო Mirilis Actions პროგრამას. ეს არის მეგობრებო შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვიდეო რეკორდერი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიდეო გეიმპლეის ჩასაწერად, ანუ კომპიუტერული თამაშების ვიდეოების გადასაღებად. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია ჩემს მიერ მოძიებული რეპაკის მეშვეობით დავაყენოთ ამ პროგრამის უახლესი ვერსია. ეს არის 2020 წლის ვერსია, კერძოდ კი 4.13.1. პირველ რიგში მეგობრებო, ამ ვიდეოს ქვეშ მითითებული გადმოსაწერი ლინკიდან ჩაიწერეთ ეს პროგრამა და არქივატორი ფაილი, სადაც განთავსებულია პროგრამის საინსტალაციო ფოლდერები. ამის შემდგომ ამოვაარქივოთ ეს ყველაფერი ინფორმაცია დესკტოპზე. შემდგომ გავხსნათ ფოლდერი, კიდევ ერთი ფოლდერი იქნება შიგნით. ამის შემდგომ ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახდინოთ Mirilis Actions საინსტალაციო ფაილის ადმინისტრატორის სახელით გაშვება. იმისათვის რომ მოხდეს კოდეკის ჩაყენება და ავტომატური გააქტიურება პროგრამის. ამოარქივების შემდგომ დაელოდეთ რამოდენიმე წამი, რომ ავიდეს 100%-ზე. ამის შემდგომ ავირჩიოთ სასურველი ენა, რაც უამრავი ენა აქვს მეგობრებო მხარდაჭერა ამ პროგრამას. ამ შემთხვევაში მე ვირჩევ ინგლისურს, ვაწვევით OK-ს. აუცილებლად ვთიშავთ ამ გრაფას იმისათვის, რომ ჩვენი ბრაუზერები არ აივსოს რეკლამური საიტებითა და ბანერებით. შემდგომ ვაწვევით Next, აქ ვაწვევით Next და საბოლოოდ ვაწვევით Install Relax. ველოდებით რამოდენიმე ათეული წამი იმისათვის, რომ პროგრამა დაყენდეს. სულ რაღაც რამოდენიმე წამში უნდა მორჩეს წესითა და რიგით პროგრამის დაყენება. შუა ცენტრში ინსტალაციის დროს თუ დააპაუზა ინსტალაციის პროცესმა არ გაგიკვირდეთ, ეს არის აქტივაციის პროცესი მეგობრებო ამ პროგრამისა. ამ შემთხვევაში პროგრამა გააქტიურდა და წარმატებით გააგრძელა მისი ინსტალირება. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავაჭიროთ Yes Relax და ჩავრთოთ პროგრამა. დაელოდეთ რამოდენიმე წამი, რომ პროგრამა ჩაირთოს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ეს პროგრამა არის სრულიად უფასოდ გააქტიურებული. როგორც ხედავთ, პროგრამა ჩაირთო, მეგობრებო, მას აქვს 4K მხარდაჭერაც და ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად პარამეტრებიდან გადავიდეთ და შევამოწმოთ ის, რომ ეს პროგრამა არის მეგობრებო სრულიად გააქტიურებული და მას გააჩნია ყველა ის ლიცენზია, რაც საჭიროა, რომ გქონდეს პროგრამას. აი ესე ძალიან მარტივად ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო, ხედავთ, About-ში როცა გადავდივართ, წერია full version. ესეც ასე. ეს კი იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ კოდექსში ჩაყენებულმა აქტივატორმა წარმატებით გაართვა ამ პროგრამის გააქტიურებას თავი და მოახდინა ამ შესანიშნავი ვიდეო რეკორდერის უფასოდ გააქტიურება და მისი პროფესიონალურ ვერსიად გადაკეთება. დღეისათვის კი სულ ეს იყო, რაც თქვენთვის უნდა მესწავლებინა. თუ რომელიმე თქვენთაგანს გაგიჩნდებათ რაიმე სახის შეკითხვები, გთხოვთ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში, ან მომწეროთ უშუალოდ მე, ჩემი Skype-ის მეშვეობით, რომლის მისამართიც არის Misho 1207. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.